გრძელდება ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო ადამიანთან სტუმართან ერთად დავბრუნდით სასაუბროდ შემოგვიერთდა ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი დიზაინერი თეკლე ხახუბია დილამშვიდობისა თეკლე დილამშვიდობისა თეკლე ძალიან ბევრი რამეა წარმოდგენილი უკვე ჩვენ სტუდიაში მაგიდაზე თქვენი ნივთებიდან აქსესუარებიდან თუმცა მანამდე მოდით ვიდრე ამ ყველაფერს შევეხებოდეთ დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით რომ თქვენ გაქვთ სამხატვრო აკადემია დამთავრებული არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურა თუმცა დღეს სრულიად სხვა სფეროში საქმიანობ მანამდე მე ვიცი ასევე რომ საკმაოდ მცირე ასაკში გულისხმობ სკოლის პერიოდშიც გქონდათ გარკვეული წარმატება მიიღეთ მონაწილეობა გამოფენაში აი რომ მოგვიყვეთ როგორ დაიწყო თქვენი კავშირი ხელოვნებასთან და შემდეგ როგორ აღმოჩნდით აქამდე სადამდეც დღეს ვართ მისულები სადაც ბავშვობიდან ვხატავ ანუ ბაღიდან მოყოლებული ვხატავ შემდეგ სკოლაშიც გამოფენები მქონდა ხოლმე ზურაბ წერეთელთან მოსკოვში გავიმარჯვე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ მაგრამ საკმაოდ დიდი წარმატება იყო ეს ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ჩემთვის ხატვა ანუ არქიტექტურა დავამთავრე მაგრამ მაინც რაც ფერწერა უფრო მნიშვნელოვანი იყო ხო? უფრო ახლოს იყო ეს ჩემთვის რატომღაც არქიტექტურა ავირჩიე მაგრამ ამ ხარეს არ გავყოლე ვარ ან შეხება წარმოგონია საერთოდ რაც შეხება ნინო კი არა შეგიშვი ძალიან საინტერესოა ეს არის რინიუ ასეთი სახელწოდებით თქვენი ხაზი რომელიც მე ვიცი რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ბევრი ადამიანია თქვენი აქსესუარებისა მომხმარებელი როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს მიღმაც როგორ მოხდა აი თქვენი ამ თემით რაღაც ვიცი გატაცება დავარქვათ ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ იმ ეტაპზე როცა იწყებდით არ გეგონათ რომ ესეთი პოპულარული გახდებოდა თქვენი ნივთები და ამდენი მოთხოვნა იქნებოდა ხომ თავიდან დავიწყე აი ამებით წინდებზე ხო წინდების გაფორმებით მაშინ ფეხბურთით ვიყავი და რაღაც ძალიან მინდა და ჩემი საქმე მქონდა და გარდა იმისა რომ ხატავდი და რაღაცა ეს სახლში დავიწყე ამებს კეთება სამეგობროში საახლობლოში ნელ-ნელა რომ მოიწონეს შემდეგ უკვე მაღაზიაც იმასკენი საიტიც გავაკეთეთ და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს და საკმაოდ კარგად ყოფილი ხარ თქვენი საქმიანობით. თეკლა საინტერესოა თვითონ სახელწოდება რინიუ ახსენა გიორგიმ. რატომ ქვია ეს სახელწოდება თუ აქვს ამას რაღაცა დატვირთვა და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ტელემაყურებელს შეფუთვა ვაჩვენოთ გიორგი შენ გთხოვ რომ მაყურებელს აჩვენო როგორი შეფუთვით იყიდება აქსესუარები თეკლა ხახუბიას. რინიუ ანუ განახლება თავიდან გეწრებთან ერთად მქონდა ესეთი იდეა რომ ტანსაცმლის გადაკეთების სერვისი იყო ანუ რაღაც საქართველოში არ იყო ესეთი არაფერი მე მგონი ამის გადაკეთების ანუ ძველი ტანსაცმლის განახლება რაც თქვათ გარდერობში გვაქვს და ვეღარ ხმარობ ძალიან ბევრი ნივთი მაქვს მაგალითად რაც ვეღარ ხმარობ და თან არ მინდა რომ გადავაგდო და ანუ ამის განახლება გადაკეთება სრულად ახლად ისე რომ რაღაც მოდური კი ანუ თავიდან ეგეთი ეს დაიწყეთ ხო? მაგან ხევ დავიწყე კი, მაგრამ ახლა აღარ არსებობს ეს. ძალიან იშვიათად რომ ანუ სადღაც თუ მიდიან გოგოები, ანუ უკვე დამთავრებულ და ესეთ ახალ კაბებს თემაზე რაღაც განახლებას უკეთებ ხოლმე ან ჯინსის კურტკებზე, შარვლებზე, მაგრამ ძირთადად მაგას ვეღარ ვასწრებ. თეკლე, აი ეს საყურეები, რომლებიც ახლა აქაც-ყვია მე ვიცი რომ თქვენ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მოთხოვნადი არის ეს ნივთები და სხვადასხვა მე მინახავს ინტერნეტშიც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის როგორ თქვა ყურზე ხო ყურზე პრინციპში საყურე სხვაგან უნდა ნახო აი ეს რა მიგნება როგორ აღმოჩნდეთ ან ვაკვირდები რომ თითქმის ერთი და იმავე მასალით გაქვს ნამუშევარი ოღონდ აქ ფერების სხვადასხვა კომბინაცია. რაღაც ახლა შენ შავი ურევია. მოდი აბა ცოტა ხანი ეს გაიკეთე რამდენად მოგიხდება. ხო შეიძლება? კი რა თქმა უნდა. ნახოთ. ვარ გეზარება. ფიქრობ უნდა მომეხდეს. კი საყურებმა საკმაოდ
დიდი მოთხოვნა დაიმსახურა, მაგრამ ეს კამერებიც ძალიან აქტუალური გახდა. მოდი, აი მაშინ შევახედოთ. აი მე ერთი დაკვირვება გავაკეთე, საკმაოდ მასიურია ზომით. კი, ზომით მასიური, მაგრამ ძალიან მსუბუქია, ეს თითქოს არ გიკეთია ყოველთვის. მოიხედე აბა, დაანახე მაყურებელსაც ცოტა თმა გადაიწია. მე მგონი ძალიან ლამაზია. აი ეს ამას რა დანიშნულება აქვს თეკლე როგორ? ეს არის წელის კამერები, ყველანაირი მას შეიძლება მოირგოს. მე როგორც მივხვდი, აი ასე კეთდება, ხო? ეხლა ამას მე ვერ გავიკეთებ, ეს ქალბატონების ხაზია ალბათ, ხო? მამაკაცებისთვისაც არის, მაგრამ უბრალოდ ჯერ არ დაგვიწყია ის. შეიძლება დავიწყოთ ნახოთ. სიამოვნებით მეც გავხდები ერთ-ერთი მომხმარებელი, ძალიან ორიგინალური რამე, იმიტომ რომ მამაკაცები ძირითადად რა ქვია ამას, პაჟები, რო თქვათ. არ ვიცი, ქართულად როგორ არის. ამწეები. არც მე არ ვიცი. არ ვიცი. კიდევ ჩანთები გაქვს. ხო, წელის ჩანთები არის. ხის ჩანთებიც არის, უბრალოდ ვეღარ მოვახერხე ამჯერად 15-ანა. ეს წელის ჩანთები არის, ყავის. მაგრდება წელზე, როგორც კამარი მე მგონი, ხო? კი, აი ასე კეთდება. აჰა. უბრალოდ ოდნავ ქავით. ხეზე როგორ მუშაობთ? თვითონ ამუშავებ? არა, მე არ ვამუშავებ ხეს, შეკვეთას ვეძლევ ხოლმე და შემდეგ მე თვითონ ვაფორმებ, ან ტყავით, სხვადასხვა ძირთად ტყავზე და ხეზე მუშაობ. ანუ ჩანთებში ვიყენებ ხეს. თეკლა, აი საინტერესო ცოტა ზოგადი შეკითხვა მინდა დავუს, აი როგორ ფიქრობ, რითია განპირობებული ის, რომ შენ ასეთი პოპულარული ხარ დღეს აი ქართულ ბაზარზე, ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით უამრავი სხვა დიზაინერიც არის საბედნიეროდ ქართველი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ასევე, მაგრამ ანუ კონკურენციაც არის, ამის თქმა მინდა. შენი გამორჩეულია თავისი ადგილი დაიმკვიდრა და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, როგორც უკვე აღნიშნე. აი რითია, რა განაპირობებს აი ამ პოპულარობას, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, რომ გქონდეს გემოვნება, რომელიც არ გაკლია, როგორც ხედავთ. მადლობა. ის რა არ ვიცი, ხა ეს როგორ გითხრათ. ალბათ განსხვავებული რაღაცები არის და მოწონს ხალხს, ალბათ მაგიტო არ ვიცი, მართლა ვერ ვიგებ. ყოველ შემთხვევაში შენმა მომხმარებლებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, ძალიან პოპულარული, ახალი და ისეთი, რომელსაც ქალბატონები კარგად ირგებენ. კი, ან ყველაზე მთავარი ჩემთვის არის, რომ ყოველთვის ახალი შევთავაზო მომხმარებელს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, რაც არ უნდა კარგი იყოს, საკმაოდ მალე ბეზდებათ ხოლმე და ყოველთვის ახალს ითხოვენ და ალბათ ესეც მუშაობს ამ ყველაფერზე. საახალწლო ბოდიშკი საახალწლო ესეთი ნაკეთობები კი არა და თქვათ აქსესუარები თუ გაქვს შექმნილი ამ ახალი წლისთვის თუ შეთავაზე გაფორმებული საახალწლო განწყობას რო შევქმნით ისეთი აქსესუარები. არა, ასეთი არ შემითავაზებია, უბრალოდ საახალწლოდ ძალიან ლამაზი არის ეს კამერები, აი ყველანაირი მეზამდის ყოველდღიურადაც შეგვიძლია გაიკეთო, სადღესასწაულო გამოსასვლო კაბებზე შეგვიძლია გაიკეთო და ერთ-ერთი აი ეს ფოტოსესია მოვაწყეთ, რომ უბრალოდ გვეჩვენებინა მომხმარებლისთვის როგორი ლამაზი არის სადღესასწაულო კაბებზე ამის ხმარება, კამერების ხმარება. ძალიან კარგი. თეკლე, კიდევ საინტერესოა თქვენ შემოქმედებაში ის, რომ მართლაც განსხვავებული ფერწერა გაქვთ. მე წამიკითხავს კიდევაც თქვენ შესახებ კრიტიკული წერილები, ანუ შეფასება ხელოვნებაცოდნეობის და მართლაც სრულიად განსხვავებული ფერწერული ნამუშევრები გაქვთ. ესეც ესე მოხდა, აი გასაგები არქიტექტურა დაამთავრეთ და თქვენი სამყაროა. მოხდა მე მგონი. გამოფენა თუ გქონიათ? კი, გქონიათ. გამოფენა კი მქონია, ანუ წერტილთან მქონდა, ადრეც სკოლაში რაღაც პატარ-პატარა ისინი იყო ხოლმე და შემდეგ მრგვალ ბაღში მოვაწყეთ რაც ისეთი უცხო პერფორმანსი ასე. ძალიან მაგარია, ნახეთ, რა ნინო, ნახე რა საოცრებია. ძალიან ლამაზია ეს. ესენი ეს არის ასლები, ეს შეკვეთები იყო ხოლმე და ბაქოში ვაგზავნით ხოლმე. ხა ეს ასლებია, ამჯერად გარდა აი ამ აქსესუარებისა, რაზე მუშაობთ თეკლო? ჩვენ არ აღვინიშნავს ყველაზე მთავარი თქვენი პროფესია, თქვენ მრავალშვილიანი დედა ხართ. ყავთ ტყუპები და ასევე უფროსი ვაჟკაცი, ხო?
და ამ ყველაფრის ფონზე არ გიკარგავენ ხოლმე თვლებს რაღაცეებს. არა, ყოველ მაღაზიაში. ანუ ამის პარალელურად ახერხებთ, ხო? კი, მე მაღაზიაში მუშაობ, სახლში ვერ ვახერხებ მუშაობას, ნამდვილად, იმიტომ რომ სახლში რომ მოვდივარ ბავშვებთან ვარ. აი, ძალიან კარგი მაგალითი. 3-4 საათი ყველაზე ბევრი და იმ დროს ბავშვებს უთმობ ხოლმე. როდესაც სახლში ვარ. თეკლე, კიდევ ერთი საინტერესო, არ ვიცი როგორ დავარქვა, მიმდინარეობა თქვენ შემოქმედებაში, თქვენ რეპროდუქციულ ხატებს თუ სწორად ვამბობ. ასევე აფორმებთ ბისერებით. კი, და ძალიან ლამაზია. ეს დიდი ხნის წინ იყო, ამას ვაკეთებდი. ჩემმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა თამარ ქლიბაძე მასწავლა ამაზე მუშაობა და საკმაოდ ლამაზი გამომდიოდა მგონი მეც. იმისავით ლამაზი ვერ, მაგრამ ლამაზი იყო და ბევრ ტაძარში არის ჩემი ხატები და ძალიან მახარებს. შეკეთებით შეგიძლიათ მუშაობა თუ აი ესე ვერ მუშაობთ, აი მაგალითად თქვა გირჩიათ ვიღაცამ, რომ აი ეს დამიმატე ან ეს მოვაკელე, ეს მისაღებია თქვენთვის თუ აი თქვენ რაც გინდათ იმას თავაზობთ. თვითონ ხატებს. არა, მე გულისხმობ ზოგადად აი აქსესუარებზე, გემოვნებას რამე თვითვალისწინებ. კი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის გემოვნებას ყოველთვის თვითვალისწინებ და ყოველთვის ვაძლევ ჩემ რჩევას და ხშირად უფრო ჩემ რჩევას თვითონ უფრო ითვალისწინებენ ვიდრე მე. მესმის. და მთავარი, სად შეიძლება აი ამ აქსესუარების შეძენა დაინტერესების შემთხვევაში? მაღაზია გვაქვს ბარნოვის 55-ში, ჯანაშე ბარნოვის კუთხეში არის დიდი შუშობიანი მაღაზია არის და აქ შეგიძლიათ ყველაფერი ერთად ნახოთ. მაგრამ ძირითადად ონლაინ ასე ვთქვათ შეკვეთებს ვიღებთ ხოლმე. სოციალურ იქნებით ალბათ Facebook-ზე, სოციალურ ქსელში, Instagram-ზე, Facebook-ზე, ყველგან. ასევე თეკლე ჩვენი საუბრის დასასრულს უნდა ხაზს გავუსვათ იმას, რომ მიხვდებოდა მე მგონი ისედაც მაყურებელი, რომ თავდაბალი ადამიანი ბრძანდებით და თქვენი აი ამ ნამუშევრების პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, PR-ი მოახდინა თქვენმა და ჩემმა თანამშრომელმა და კოლეგამ ნესტან ხახუბიამ, რომელიც სამწუხაროდ ისის ტყუპების დედაა და ამ დილით ვერ მოახერხა ჩვენთან მოსვლა და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ნესტანი დაგეხმარათ აი ყოველთვის რეალიზებაში. ერთად ვაკეთებდით ყოველთვის, მაგრამ ნესტანის გაკეთებულია PR-ი ნამდვილად. მადლობა და სამისთვის. კი, ძალიან დიდი მადლობა. მომხმარებლებისგანაც. თეკლე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ შემოკარგო. წარმატებები გინდა გისურვოთ. ძალიან ბევრი იდეა, ასე ვთქვათ, და ამ იდეების განხორციელების შესაძლებლობა. მე მიხარია, რომ რაღაცნაირად შევძელით ჩვენს ტელემაყურებელსაც გაეცანით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, სია, ვინც მოხიბლულია თქვენი ნამუშევრებით. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრაზე. დიდი მადლობა თეკლა, შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ახალგაზრდა დიზაინერი, მხატვარი თეკლა ხახუბია საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. თეკლა მრავალშვილიანი დედაო ახსენებ და თემატურად გადავალთ ასევე მრავალშვილიანი დედებზე უნდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი. უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაცია ქართული გენის მიერ